კიბო დაავადებათა იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელზეც ევროპაში სიკვდილის ყველაზე მეტი შემთხვევა მოდის გულსისძარღვთა სისტემის დაავადებების შემდეგ. ყველაზე ფატალურ ფორმას ამ ჯგუფში ფილტვის კიბო წარმოადგენს. დაავადება, რომელიც კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის თითქმის 1/3 მიზეზად გვევლინება. სწორედ ამიტომ ხშირად ფილტვის კიბოს დიაგნოზი ადამიანისთვის ლამის სასიკვდილო განაჩენთან არის გაიგივებული. ძალიან ხშირად, საერთოდ კი არ მხოლოდ ფილტვის კიბოს, საერთოდ კიბოს დიაგნოზი ხალხში მოიაზრება როგორც სასიკვდილო განაჩენი, რაც აბსოლუტურად არ არის მიახლოებული ჭეშმარიტებასთან. კიბოს დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენთან შეიძლება გაიგივეოთ მხოლოდ იმ დროს დაავადების განვითარების, როდესაც მედიცინა უკვე უძლურია დაეხმაროს ავადმყოფს. ანუ მედიცინა მოწოდებულია მხოლოდ დაავადების სიმპტომების ჩასაქრობად, სუბიექტური ტანჯვის შესამსუბუქებლად. სხვა ყველა შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია მკურნალობის ჩატარება. მით უმეტეს დაავადების განვითარების საწყის სტადიებში არამც და არამც არ შეიძლება ამ ორი ცნების გაიგივება. იმიტომ რომ არსებობს დღეს მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მეთოდები. თუმცა მანამ სანამ ფილტვის კიბოს მკურნალობის საშუალებებზე ვისაუბრებდეთ, თავად დაავადების არსა და მისი განვითარების მიზეზებს გავეცნოთ. თუ კი საქართველოში ყოველწლიურად სიმსივნური ავტოიმუნური სიმსივნის 7000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 800 შემთხვევა ფილტვის კიბოს ეხება. ფილტვის კიბო გავრცელებულია საქართველოში, განსაკუთრებით მამაკაცთა კონტინგენტში და ეს დაავადება ზოგადად ითვლება მამაკაცთა დაავადებად, ითვლებოდა უпростоრედ მამაკაცთა დაავადებად 50 წლის ზემოთ. მაგრამ ჩვენ დასაუბედუროთ დღეს უკვე ეს დაავადება არის არა მარტო მამაკაცების დაავადება, არამედ ქალების დაავადებაც. თუ კი თანაფარდობა დაახლოებით 4 ათეული წლის წინათ იყო 10-1-ზე, დღეს უკვე არის 10-3-ზე. ფილტვის კიბოს ინციდენტობა და სიკვდილობა ზუსტად ასახავს თამბაქოს მოხმარების ტენდენციებს. ასე მაგალითად, ქვეყნების უმრავლესობაში ფილტვის კიბოს მიზეზით სიკვდილობის მაჩვენებლის პიკი 70-იანი წლების მიწურულსა და 80-იან წლებში აღინიშნა, მაშინ, როცა მოწევა ჯერ კიდევ არ ითვლებოდა ცუდტონად. მსოფლიოს მოსახლეობის მიერ სიგარეტისთვის მასიურად თავის მინებება კი 90-იან წლებში შესაბამისად დაისახა ფილტვის კიბოთის სიკვდილობის მაჩვენებლის შემცირებით. ასე რომ, იმაში, რომ თამბაქოს მოხმარებასა და ფილტვის კიბოს განვითარება შორის პირდაპირი კორელაციაა, არაფერია საკამათო. ზოგიერთ ჩემს ოპონენტს მოყავს შემთხვევები საკმაოდ ცნობილი პიროვნებებისა, რომ აი ესადაც პიროვნება 90 წელი იცხოვრა, თამბაქო ან ჩიბუხი ხელიდან არ გაუშვია, მაგრამ კიბო არ დამართნეო. რა თქმა უნდა, ეს არ არის კანონზომიერება, ეს არის კაზუისტიკა. დიახ, ფილტვის არაწვრილ უჯრედოვანი კიბოს 80-90% თამბაქოს მოხმარებით არის გამოწვეული, რისი მიზეზიც თავის მხრივ ის 40-ზე მეტი კანცეროგენული ნივთიერებაა, რომელიც გამონაბოლქვში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ერთნაირად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის თამბაქოს მოხმარების ნებისმიერი ფორმა. სიგარეტი, სიგარა თუ ჩიბუხი, ფილტრიანი სიგარეტის მოხმარება კი მხოლოდ ფილტვებში ადგილმდებარეობას უცვლის სიმსივნეს. და კიდევ, არამწეველების 25%-ში ფილტვის კიბოს მიზეზი პასიური მოწევა გახლავთ. რაც შეეხება ფილტვის კიბოს განვითარების პირველ ნიშნებს, ანუ სიმპტომებს, რომლებიც სამწუხაროდ ბევრით არაფრით განსხვავდება ფილტვის სხვა დაავადებების სიმპტომებისაგან. ყველა ახასიათებს ფილტვის კიბოს, ისევე როგორც ახასიათებს ფილტვების ანთებას, ტუბერკულოზს ან რომელიმე სხვა დაავადებას. ასევე შეიძლება ითქვას, ნახველში სისხლის გამოჩენაც არის ტუბერკულოზის დროსაც, ქრონიკული დაავადებების დროს ფილტვის ან ანთებადი პროცესის ზოგიერთ ეტაპზე. რაც ყველაზე სავალალოა, ფილტვის კიბოს საწყის სტადიებში პრაქტიკულად ასიმპტომურად მიმდინარეობს. შესაბამისად, მხოლოდ სიმპტომატოლოგიით, ხო, ანუ ავადმყოფის პირადი ჩივილებით, რომელსაც სუბიექტური განცდები ქვია, ხო, სუბიექტური გამოხატვა დაავადების ქვია. თუნდაც ექიმის მიერ გასინჯვით, მოსმენით, პერკუსიით და ასე შემდეგ, რაც კლასიკური მეთოდებია და არსებობს მედიცინის დასაბამი და იარსებებს მედიცინის დასასრულის ჩათვლით, ხო, მართალია. დიაგნოზის ესეთი ზუსტი დასმა ძალიან ძნელია. ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკაში წამყვანი როლი რენტგენოლოგიურ კვლევას უჭირავს. მხოლოდ კვლევის ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენება იძლევა საშუალებას დაისვას ზუსტი დიაგნოზი. სამი მეთოდის ერთობლივებით, ანუ ავადმყოფის ჩივილები და გასინჯვა ექიმის მიერ, რენტგენოლოგიური და ენდოსკოპიური კვლევა, რომელსაც შემდეგ ემატება მორფოლოგიური კვლევის მთელი სპექტრი, შეიძლება საბოლოოდ დაისვას კიბოს დიაგნოზი. დროულად დასმული დიაგნოზი კი წარმატებული მკურნალობის აუცილებელი წინაპირობაა და ყოველ დღესა და წუთს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ კი დაავადება არის აღმოჩენილი პირველ სტადიაში, მკურნალობის 5-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება 75-80%-იც კი იყოს. მაგრამ საუბედუროდ, მხოლოდ პირველ სტადიაში 10-15%
არის დიაგნოსტირებული. მეორე სტადიაში ეს პროცენტი მნიშვნელოვნად კლებულობს და დაახლოებით სადღაც 40-50-60-ის პარგლებშია. ეს სხვადასხვა მონაცემია. ზოგი ოპტიმისტი ავტორი 70%-საც კი ამბობს მეორე სტადიაში. აი მესამე სტადია უკვე საკმაოდ კრიტიკულია ამ თვალსაზრისით. ქირურგიული მკურნალობის შემდეგ არაწვრილი ჯდომანი კიბოს მკურნალობაში შორეული შედეგები, ანუ 5-წლიანი გამოჯანმრთელება, ანუ ავადმყოფისთვის რეალური დახმარების გაწევა შეიძლება სადღაც ესე 18-დან 26%-მდე. ძირითადად კი მესამე-მეოთხე სტადიაშია, როდესაც მკურნალობის ეფექტურობა შედარებით ნაკლებია. თუმცა ავსეთ სტადიაშიც კი დღეს უკვე შემუშავებულია მთელს მსოფლიოში სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები, როგორც ქიმიური პრეპარატები, ასევე ტარგეტული პრეპარატები, რომლებიც პირდაპირ დამიზნებით მოქმედებენ ამ დაავადებაზე. ახლა კი უფრო კონკრეტულად ტარგეტულ, ანუ მიზანმიმართულ თერაპიაზე, რომელიც დღესდღეობით წარმატებით გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. დღევანდელ პირობებში ყველაზე პერსპექტიულად მიიჩნევა ახალი კლასის პრეპარატები, რომელსაც ქვია მიზანმიმართული, ანუ ტარგეტული. ეს ნიშნავს, რომ ამორჩეულია სიმსივნურ უჯრედში ის უჯრედისგან განსხვავებული რაღაც ფრაგმენტი, მოლეკულა შეიძლება იყოს, რეცეპტორი შეიძლება იყოს, რომლის წინააღმდეგაც შემდეგ უკვე მიმართული იქნება წამალი. ამიტომ ამ მიმართულებას ონკოლოგიაში ქვია ტარგეტული, ანუ მიზანმიმართული თერაპია. მათ აი ასეთი გვერდითი მოვლენა, რომ დააზიანონ ნორმალური უჯრედი არ აქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ გვერდითი მოვლენა არ აქვს, მაგრამ ქიმიოპრეპარატებისგან განსხვავებით, ეს პრეპარატები ჯერ ესეთი არიან მიღების თვალსაზრისით ტაბლეტის სახით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ქრონიკული პაციენტისთვის, როგორც არის სიმსივნით დაავადებული და მეორეც გვერდითი მოვლენები უფრო ნაკლებია. რაც შეეხება ტარგეტულ თერაპიას, ტარგეტული თერაპია ეს ბოლო წლების ასეთი მუდური და გარკვეულწილად ეფექტური მკურნალობის მეთოდია. თუმცა იცით, ტარგეტული თერაპია ძირითადად არაწვრილი ჯდომან კიბოზე ეხმარება ქიმიოთერაპიის შედარებით უეფექტობის შემთხვევაში და ტარგეტული თერაპიას ჯერ კიდევ დრო უნდა მივცეთ იმისათვის, რომ თერაპიის შედეგები სრულად რეალიზდეს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტარგეტული თერაპია თვით არაეფექტური ქიმიოთერაპიის ჩასანაცვლებათაც კი შეიძლება იყოს გამოყენებული არაწვრილი ჯდომანი კიბოს დროს. არაეფექტური ქიმიოთერაპიის ჩამნაცვლებლად ტარგეტული პრეპარატების, კერძოდ კი ტარცევას გამოყენების ეფექტურობა დაადასტურა რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევებმაც. ჩატარებულმა კვლევებმა უკვე 2001 წლიდან, რომელიც ძირითადად ამერიკაში და კანადაში ჩატარდა, პირველი დიდი გამოკვლევები გამოქვეყნდა 2005 წელს, სადაც იქნა ნაჩვენები, რომ იმ პაციენტებმა, რომლებსაც ჰქონდათ უკვე ჩატარებული ქიმიოთერაპია და დაფიქსირდა არაეფექტურობა, მათ ერთ კლინიკური კვლევის შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობა ტარცევამ გაუხანგრძლივა 33%-ით, მეორე შემთხვევაში 45%-ით. და კიდევ, საერთაშორისო კვლევების შედეგების გაცნობის შემდეგ ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ იქნება ტარცევას საქართველოში გამოყენების შედეგებზე საუბარიც. იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენ ვერ ვიღებდით ქიმიოთერაპიისგან ისეთ შედეგს, რასაც ველოდით, ტარცევამ თავისი როლი შეასრულა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რომ შედეგი მივიღეთ, ის უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მაგალითად ამერიკაში იყო. ასე რომ კონკრეტული შედეგები უკვე სახეზეა. უდავოა ისიც, რომ ტარგეტული თერაპიის დანერგვა ონკოლოგიურ პრაქტიკაში უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია. ყოველი ახალი პაციენტი და წარმატებით დასრულებული მკურნალობა კი ამ წინსვლის მორიგი სავსებით კანონზომიერი დადასტურება. ჩემს აზრით, უახლოესი უკვე 21 საუკუნის პირველი ნახევარი იქნება ტარგეტული მედიცინის გამარჯვების ალბათ დრო. და ჩვენ მოვესწრებით იმ დროს, როდესაც სიმსივნის მკურნალობა შესაძლებელი იქნება ტაბლეტებით.